ამას წინათ ვნახე ინფორმაცია, წავიკითხე ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღწერილი იყო ფასის გაზრდის მიზნით, როგორ ურევენ საკვებში კალმახს სპეციალურ საღებავს, რომ ფერი იცვალოს და შემდეგ უფრო ძვირად ორაგულის ფასად გაიყიდოს. შემდეგ ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორ გავლენას მოახდენს, კაცმა არ იცის იმ ადამიანის, რომელიც ამგვარი პროდუქტით ხშირად იკვებება. გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა ეგრეთ წოდებულ სოფლის ქათამთან დაკავშირებით, რადგან გაირკვა, რომ ეს ხაზგასმით ყვითელი ფერი, მისი ბუნებრივი შეფერილობა ნამდვილად არ არის და ამას იღებენ ასევე ქათმებისთვის საკვებში საღებავის შერევით. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია საწებლებსა და სანელებლებში ტყვის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გაგახსენებთ კადრებს, რომელიც ალბათ ბევრს გახსოვთ, წითელი ფერის მისაღებად გასაყიდ ატამს, როგორ ღებავდნენ შესასხურებელი საღებავით. რა ვიცი, რამდენი ერთი გავიხსენო, არ მინდა გამომრჩეს ქართული რძის პროდუქტების სკანდალიც. მოკლედ, ხანდახან დავდივარ მაღაზიაში დახლებს შორის და ვფიქრობ, რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.